მიზნები აქვს იბერიასაც, რომელსაც სურს ამ მოუგებელი სერიის დასრულება. მართალია იბერიელებს რთული კალენდარი. იბერიას ფეხბურთელებმა კობულაძე, ბედოშვილი არავინ არ იმყოფება საჯარიმოში, მაგრამ მაინც გაკეთდა ჩაწოდება. აჭყებია ძალიან შორიდან დაარტყა, თუმცა აცილა და გორობეიც აქ კაფე დარტყმა გარის მიმართულებით იბლოკება, თუმცა ის იქნება მაინც ბურთთან პირველი. ბედოშვილს გადააწოდა ბურთი. კობულაძე. კარდავა. კიდევ ერთი შორეული დარტყმა და გაიხსნა ანგარიში. უკრაინელი მეკარის ძალიან დიდი შეცდომა და ბაქარ კარდავამ საკმაოდ შორი დისტანციიდან ლამაზი გოლი. მეორე მცდელობა იყო იბერიელების ასე შორი მანძილიდან დარტყმისა და თუ ნაჭყებიას მცდელობა ასდა კარს, ბაქარ კარდავამ ძალიან ჭკვიანურად ისე დაარტყა, რომ ზედ წვირწინ დაუვარდა ბურთი ვორობეს და ამან რა თქმა უნდა მეკარეს გაურთულა საქმე. თუმცა ეს გამამართლებელი მიზეზი ნამდვილად არ არის. ეს ბურთი იყო რა თქმა უნდა ასახებთა კატეგორიიდან. მაგრამ ეს წამითაც კი არ აკნინებს კარდავას აი ამ შორეულ გასროლას. ნახეთ როგორ აიჭრა ბურთი და ზუსტად გათვალა ბურთის ტრაექტორია, ძალა გამოცდილმა ნახევარმცველმა და შედეგად იბერია დაწინაურდა ანგარიში. პროგრამა მინიმუმი ნერგაძის გუნდმა შეასრულა. სწრაფი გოლი გაიტანეს მოქმედმა ჩემპიონებმა და ახლა რა თქმა უნდა ეცდებიან რომ მინიმუმ ეს ანგარიში შეინარჩუნონ, მეტიც უფრო კომფორტული ფრთა. სელიმოვიჩი. თავა დაიძა ცენტრალური მცველი. კიდევ ერთხელ შორიდან დაარტყა ვორობეი. ხო ძალიან არამაჯერებლად იწყებს შეხვედრას უკრაინის არსიჩი და გარისკა და შეცდომას დაუშვა აუგუსტო პორფირიომ. ზაგანია, ბედოშვილი. ლაუ ზაგანია, პასი შეიძლება არა, დაარტყა გარის მიმართულებით ვორობეი ამჯერად კარგად გადაეწყო. თული მოსაგერიებელი გაგრას, რაც გამდე არ ქონია. დაარტყა გარის მიმართულებით მეგრელიშვილი მშვენიერია. აი ასე უნდა ბურთის მოგერიება. 6 წუთი გახოთ კომპენსირებული პირველ ტაიმზე. კეკერიძე, ლუკასოვ სკრიპნიკი. კლაუდინეის ჩაწოდება, ვანდერსონი. ჩაბრუნება საჯარიმო მოედანში, მუჯირი დარტყმა და გათანაბრდა ანგარიში. მაინც მოახერხა დავით მუჯირმა. იმსახურებდა ეს ფეხბურთელი ამ ტაიმშივე გოლს და აგერ როგორც ხედავთ, გათანაბრდა ანგარიში. კვლავაც დაცვის შეცდომა. ამდენი შანსი მოქმედმა კლაუდინეის ჩაწოდება გარეტერფით, შემდგომ ვანდერსონმაც ჩააბრუნა ბურთი და დავით მუჯირმა ჯერ ესე მშვიდად მიაღებინეს და შემდგომ ბრუნში დაარტყმევინა სელიმოვიჩმა. შვენიერი გოლი. მეგრელიშვილის დადანაშაულება აქ უბრალოდ უადგილო იქნება. ერთით-ერთი. ყველაფერი იწყება თავიდან ჩვენს შეხვედრაში. გუგან ნერგაძეს ახლა მინდორზე. ხუდუშაური. ერთ-ერთი მათგანია სწორედ პაატა ხუდუშაური. ბილი ჩაწოდება. დარტყმა ვიხილეთ. ზაგანია შესრულებ თუმცა აი განმეორებით ეშეტება ლუკას კაფე ახლა საგოლე გადაცემის ავტორი არანაირი დარღვევა ყველაფერი ლეგალურია და ეს გოლი ჩაითვლება ბრაზილიელმა მაინც ამოანათა და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში განმეორებით კიდევ ერთხელ ეს გოლი ამჯერად ჩავარდა გაგრას დაცვის ხაზი თუმცა არ უნდა მოდუნდეს იბერია, მოდუნებამ შედეგად გამოიღო ის, რომ პირველივე ტაიმში გაგრამ მოახერხა წონასწორობის აღდგენა და ეს გაკვეთილი უნდა იყოს ესით გუგან ნერგაძის გუნდისათვის. იყო ზაგანია, ხაჩიძე, ბილი ჩაწოდება, ზაგანია, კიდით ცდილობდა დადიანისთვის დაეგდო ბურთი, ხაჩიძე მოიპარა ეს ბურთი ხაჩიძეს რომ მოძრაობები დარტყმა გარის მიმართულებით და ვორობეი რა ბურთს იგერიებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შეცდომა, რომელიც საქმე ბოლომდეა მისაყვანი. არსიჩის ლუკასა ზოიდის ჩაწოდება, აურკვევლობა და რა ხდება დარტყმა გარის მიმართულებით. სრული ქაოსი აქ აუტი.
პრესინგის თამაშისკენ მოუწოდებს იბერიას მწვრთნელი მის ფეხბურთელებს. ეს რისკია, მაგრამ ზდიან ერგაძის გადაწყვეტილება. მოიპოვეს ბურთი, გაამართლა ახვლედიანი. შორიდან დაარტყა. და ჯენერი ხორავამ დაასრულა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა იბერიამ მძიმე ბრძოლაში. ქარდავასა და გოშტელიანის გოლებით მოიგო დღევანდელი შეხვედრა და დაასრულა ორმაჩიანი მოუგებელი